მოგესალმებით. კონსერვატიული პლატფორმა ჯორჯია ფორსტი გთავაზობთ გადაცემას მილენიალს. მე კი ნუკრი შოშიაშვილი გახლავართ. გადავალ პირდაპირ სტუმარზე. ჩვენი სტუმარი არის მამა ალექსანდრე კალდავა. მე მგონი ჩემ მაყურებას არ ჭირდება წარდგენა, იმიტომ რომ ყველასთვის ცნობილი არის, საყვარელი არის და ძალიან საინტერესო სტუმარია პირადად ჩემთვის. მამა, პირველი რაზეც მინდა ვისაუბროთ და მე მიხვდებით რატომაც მინდა ამაზე საუბარი, არის ის, რომ როგორ უყურებთ თქვენ, ესე ვთქვათ, ადამიანის როლს ისტორიაში. მე ისტორიკოსი ვარ და სტუდენტობის დროს სულ კამათი იყო ადამიანი თუ საზოგადოება. საზოგადოება აქვს უპირველესი თუ ადამიანია უპირველესი. ზოგ შემთხვევაში ისტორიაში ხედავ, რომ საზოგადოება გადამწყვეტ როლს თამაშობს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში პირიქით, მაგალითად 300 არ გვერდზე ვერ იტყვი პიროვნებას, ხომ? საზოგადოების რაღაც ელემენტი იყო. ზოგადად ქრისტიანულად ან თუნდაც ქრისტიანობის გვერდზე გადავდოთ, უბრალოდ თქვენი აზრით. რა არის ისტორიის წამყვანი ძალა? ეს არის საზოგადოება თუ ადამიანი? მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის, მე მიხარი აქ რომ ვარ თქვენს გვერდით და უსურვებ თქვენს გადაცემას. მადლობა. მოვალ ხალხის სიმრავლეს. რაღაც ძალიან ფილოსოფიური თემით დავიწყეთ ახლა. მე ვფიქრობ, რომ ადამიანი შეიქმნა პირველადი და საზოგადოებაც ადამიანებისგან ყალიბდება. ქრისტე მოვიდა კაცობრიობისთვის, ხსნისთვის, მაგრამ თითოეული ადამიანის გამოსახსნელად, ხო? ის პირადი ჩემი მხსნელი ხდება და არა ჩვენი მხსნელი. ასე ვთქვათ. ანუ ის პირადად მოდის ინდივიდთან და ინდივიდუალური კავშირი აქვს და არა მასიური კავშირი. თქვენ თუ ძველ აღთქმას შევხედავთ, იქ ღმერთი რჩეულ ერს ელაპარაკება. თუმცა იქ პიროვნებები იყო, ხო, აბრაამს დაუწყო საუბარი, მანამდე ადამი იყო, თქვათ, მერე ნოე, მაგრამ ებრაელ ერს ელაპარაკება. ღმერთი და კანონებსაც მათ აძლევს, მათ ამხელს და მათი გამოყოფა ხდება, ესე ამერის გამოყოფა ხდება კაცობრიობიდან, სხვა დანარჩენიერებისგან, რათა ღმერთმა ამ გამოყოფილი ნაწილისგან შემდეგ მოამზადოს კარგი მდგომარეობა იმისთვის, რომ იქნას დაბადებული მაცხოვარი, ხო? მთელი კაცობრიობის ისტორია ქრისტემდე როგორ ემზადება. როგორ გონათ, რატომ აირჩია ერთ-ერთი? ესე განსაკუთრებულად. იცით რა არის ძველი აღთქმა, ეს არის, წარმოიდგინეთ, რომ რაღაცა მოხდა, უბედურება, დიდი ტრაგედია, რასაც ქვია, თქვა, ცოდვით დაცემა და ამ ტრაგედიაში, ესე იგი, მთელი არა მარტო ადამიანი დაეცა, არამედ დაეცა მასთან ერთად სამყარო. ანუ ცოდვილი გახდა მთელი სამყარო, ბუნებაც, როგორც იტყვიან, ამ უბედურების ნაწილია და იმის გამო რომ ყველაფერი წაიბილწა, უნდა მომხდარიყო რაღაც საკრალურის გამოყოფა. ანუ უნდა ამოღებულიყო რაღაცა, აბრაამი მაგალითად გამოირჩია და გამოყო დანარჩენისგან მის ამას ერთი ღმერთის ცოდნის, ესე იგი, მადლი, ძალა და იქ გამოირჩია, იმიტომ რომ რაღაცნაირი თვისებები ჰქონდა პიროვნული და დახპირდა მას, რომ შენგან შევქმნი ერს და ის ერი იქნება ჩემი ერი, მე ვიქნები მისთვის ღმერთი ერთი და ისინი იქნებიან ჩემთვის რჩეული ისრაელი, ხო? და ანუ ხდება რაღაცის გამოყოფა და ამ გამოყოფაში საკრალურობის მინიჭება, რომ სადღაც ესე იგი მისი ნება გამოვლინდეს. რომ თუ გახსოვთ ძველ აღთქმაში გამოყოფილი ასევე ცხოველები, რა იჭმევა, რა არ იჭმევა, ხო? წმინდანებიც ესეა გამოყოფილია რა, რომ იყოფა და საკრალურად ხდება. თუმცა უკვე ქრისტიანობაში სხვანაირი მიდგომა ამ საკრალურობის მიმართ, მაგრამ მაინც ესე იგი ეს გამოყოფა ძველი აღთქმისეული ხდება, რომ იყოს მთავარი ღმერთთან კავშირი
და დანარჩენი ის რაც ჩვეულებრივად ვითარდება, ასე ვთქვათ, დანარჩენი ერები ვითარდება უღმერთოდ თუ ღმერთთანაც ერთად, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ ძველად თქმაში, რომ მას კავშირი აქვს იქ სხვა მეფეებთან, წარმართ მეფეებთან, ვთქვათ, იონა წინასწარმეტყველს უშვებს ნინევის სახელმწიფოში წარმართებმა რომ შეინანონ, ვისთან უნდა შეენანებიათ ამ წარმართებს გაუგებარიც არის, ხო? იმიტომ რომ საერთოდ არის ღმერთის ცოდნა არ აქვს, ვის წინა შეინანებდნენ და არდა ღმერთი ითხოვს, რომ მათ შეინანონ, რათა არ დაღუპოს ნინევი ამ ხელა ქალაქი. მაგრამ ეს გამოყოფა ხდება და ამ გამოყოფაში ხდება მთელი ხაზი იმისი, რომ დაიბადოს ღვთისმშობელი. რომ მოხდეს ისე, რომ ისეთი წმინდა ადამიანი დაბადოს ერმა, რომელშიც სათნო იყოფს ღმერთი თავის წარმოცებლებებით იქუნებით, რომ მიატოვოს, ასე ვთქვათ, წყალებში სამოთხე და განკაცდეს. მაგრამ აი მერე რაც ხდება, რომ ეს ერი, ეს არჩეული ერი, ირჩევს ბარაბას კრიტიკულ მომენტში, ხო? და აქ მე შემოდის როგორც ხვდები უფრო აი პიროვნული საკითხი. ხო, აღარ არის ელინი, აღარ არის იუდეველი, ეს ზუსტი ციტერებას ვერ ვახდენ ახლა, მაგრამ აღარ არის არც ქალი და არც მაგაც ყველა ერთი ვართ ქრისტეს, ხო? იცი, ხო. და აი ეს მომენტი რომ ესე იგი რაღაც ეს რჩეულიერი ამ რჩეულობაზე უარს ამბობს რაღაც მხრივ, ხო? ეს რაღაცას გვანიშნებს ამით, რაღაცას გვეუბნება ამით? იცით რა, პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ებრაელებს მარტო ებრაელებს არ აურჩევიათ ბარაბას გზა. ბარაბას გზა არის თვითონ ჩვენთაგანის არჩევანი. ანუ ჩვენ დავაბრალოთ ეთნოს, რომ აი ამათმა რჩეულები იყვნენ და აირჩიეს და ჩვენ უკვე ქრისტეს გზაზე ვდგევართ. ჩვენ იმ პერიოდში და იმ ადგილას ბარაბას გზას ავირჩევდით დიდი ალბათობით და დღესაც როცა ცოდვას ვიდენთ, ვირჩევთ ბარაბას გზას. ანუ არ არის ეს ეთნოსის დამახასიათებელი, ხო? თუმცა მეორე მხრივ, რა ვიცი, ეს მაინც ქრისტეს მოსვლით მან მოიტანა ესეთი ინდივიდუალური მიდგომა, როგორც თქვი მანამდე, აი მაგალითად ესეთი რამს ამბობს, ხო? უღელი ჩემი ტკბილარს და ტვირთი ჩემი მსუბუქარს. აიღე შენი ჯვარი, შენი ჯვარი აიღე, არა საზოგადო ჯვარი, არამედ შენი ჯვარი, პირადი ჯვარი. როგორია შენი პირადი ჯვარი? ეს არის თანამშრომლობით ღმერთთან, თანამოღვაწეობით, შენთვის შენზე მორგებული, ასე ვთქვათ, შენთვის ყველაზე საუკეთესო. არც მძიმე, არც მსუბუქი. და ამის შემდეგ უკვე აქ ის რაზეც თქვი მანამდე რომ პროფანული და საკრალური სამყაროში რომელთანაც ღმერთი ურთიერთობა განხარდება. იმიტომ რომ მაცხვარი ამბობს გახსოვთ სათუცე თაყვანი ეკითხება ეს სამარიტელი რა იქ ორეზინს თაზე თუ იმაში იერუსალიმში სად არის ადგილი სადაც თაყვანს მაცხვარი ამბობს სადაც 2-3 კაცი შეიკრიბება ჩემი სახელით იქ ვარ მე. ხო, აი ეს 2-3 კაცი მაინც მღვდელთან არის ასოცირებული, მღვდელი რო არ იყოს 2-3 კაცთან არის ქრისტე ესე იგი, ხო? ანუ ეს საკრალური მღვდელიც არ გამოდის ამ შემთხვევაში. ხო? აი მაგალითად ანუ აი ეს არც სიწმინდეები ადგილები. დაახლოებით მაგაზე აკეთებენ აქცეს მე პროტესტანტები. კი, აკეთებენ. ნუ იქ პროტესტანტები ცდებიან იმაში, რომ მათ დაიწყეს განდევნა, თქვათ, ყველაფრის რაც პირველ საუკუნეს არ ეხებოდა, პირველ საუკუნეს. თუმცა აი რა დროდან იწყებს შენ ათვლის წერტილს, ზე მაცხოვრის სულთმოფენობიდან თუ მათხოვრის სულთმოფენობიდან იწყებ, მაშინ წმინდა წერილის წიგნებს, რომელსაც კანონიკურად აღიარებ, რომელიც პირველ მსოფლიო კრებაზე გადაწყდა, რომ ეს წიგნებია, ვთქვათ, 4 თავი ეპისტოლეები და უამრავი აპოკრიფი იყო, ეგაც უნდა შევახსენოთ. უამრავი იყო და ხო და ანუ ეს პირველი მსოფლიო კრების ამას აღიარებ. პირველ მეორე მსოფლიო კრების მრწამს აღიარებ. ხო? იქ ქრისტეს ორ ბუნებას აღიარებ, რომელიც კრებების დროს წყდებოდა და იქ თელ პოლემიკაში და ამ
თუმცა შემდეგ ხატმებრძოლეობას თუ ხატთა თაყვანისცემას არ აღიარებ, წმინდა ნაწილების თაყვანისცემას არ აღიარებ, შემდეგ სიწმინდე. მოკლედ აი საიდან იწყებ აქ პროტესტანტებს თვითონ აქვს პრობლემა, საიდან დავიწყოთ ათვლის წერტილი? სად იყო ყველაზე კარგი ეკლესია? ისტორიას რო შევეხოთ და მინდა ჩვენ პატრიარქსაც მე რაღაცნაირად გადავიდეთ. ისტორიაში არის ესეთი მომენტი, აი იყო საზოგადოება, აი მაგალითად არაბები. არაბები ცხოვრობდნენ, ან ვაჭრობდნენ, ან ბედუინები იყვნენ, ან ქურდობდნენ, ერთმანეთს სულ ომებში იყვნენ ერთმანეთთან. ან მოქირავე ჯარი იყო ხშირ შემთხვევაში, ან სპარსელების, ან ბიზანტიელების. და უცბად ჩდება, უცბად არა, იქამდე 40 წინასწარმეტყველი გაჩნდა იმ ტერიტორიაზე, მაგრამ ჩდება მუჰამედი, რომელიც აერთიანებს ამ ჩამორჩენილ ხალხს, ობიექტურად ჩამორჩენილი იყო. და ეს საზოგადოება, რომელიც გუშინ იყო რაღაც ველური და სუსტი, ახდენს ამხელა იმპერიის შექმნას. იგივე მოსდის მონღოლებს. მონღოლები, რომლებიც ესე იგი დაშლილები იყვნენ, ერთმანეთს ტაცებდნენ, საქონელს კლავდნენ და ასე შემდეგ. ჩდება ადამიანი, ჩინგისხაენს გულისხმობ, აერთიანებს მონღოლებს და ქმნის დიდ იმპერიას. ჩდება ეს პიროვნებები თვითონ ტეხავენ აი ამ რაღაცა ცხოვრების წესს და ახალი ცხოვრების წესს იწყებენ. მიგაჩნიათ, რომ ჩვენი პატრიარქი ესეთი ფიგურა იყო ჩვენთვის? არა იმ გაგებით, რომ ის დამყობელი იყო, მაგრამ მუჰამედი შემთხვევაში ხა ჩვენი რელიგიას დაუდოსათავე და პატრიარქი ჩვენი ერის ცხოვრებაში ამას. ჩვენი ერის ცხოვრებაში ძალიან დიდი ფიგურა იყო, ჩვენ ისტორიაში შევა როგორც ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო პიროვნება, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა და რომელზეც ალბათ შემდეგ თაობები და ეპოქები შეიძლება გასწორდეს, ვთქვათ, საზუმერთეულად შეიძლება როგორი უნდა იყოს წყესთავარი. აი მწყემსი როგორი უნდა იყოს, აი როგორ წარმოგვიჩენია, ხშირად ამბობენ, რომ აი ღვთისმეტყველი იყო თუ არ იყო, კარგი ღვთისმეტყველი იყო თუ არ იყო, კარგი ხატწერი თუ კარგი მუსიკოსი თუ სხვადასხვა ნიჭებით დაჯილდოებული, მაგრამ თავარი მისი დამსახურება მაინც ის არის, რომ ის იყო მწყემსი. ქრისტეს ზუსტი, ესე იგი, ყველაზე უფრო მიახლოებული გამოვლინება ალბათ ადამიანებში. იმიტომ რომ ის სითბო, რომელიც მას ჰქონდა, ის ღიმილი, ის ყოვლად მოწყალება, მოწყალებით განირჩევა ადამიანი, ხო, რამდენად ახლოს ხარ ღმერთ, ის დიდი სული, დიდი ბუნება, ცოტა შორის მას აქვს ნათქვამი, რომ რა უცნაური ეპოქა არის ზოგიერთი ადამიანის გულში, ოჯახის წევრები ვერ იტევენ და ზოგიერთი ადამიანის გულში მთელი სამყარო არის შეკრებილი. აი მართლაც ხო კონფლიქტი აქვს ადამიანებს ოჯახში ერთმანეთს არ ელაპარაკებიან, ერთ სამზარეულოში არ იკვებებიან. და ამ ადამიანის გულში მართლა მთელი სამყარო იყო, ხო, არა მარტო ქრისტიანები და ქართველები, არამედ მუსლიმები, სხვა რელიგიის წარმომადგენლები და სხვადასხვა კულტურებისა თუ არარელიგიური ხალხი. ზუსტად ეს იყო გასაკვირი, რომ ესე იგი აღმოჩნდა აი ამ დღეებში, რომ ესე მუსლიმე სხვა რელიგიურმა უმცირესობებმაც, ჩრდილოეთ კავკასიელებმა, თურქეთში მცხოვრებმა ქართველებმა, საინგილოში მცხოვრებმა ქართველებმაც საკუთარი რელიგიური დღესასწაულები გადადეს, მივიდნენ და ერთნაირი ემოციები ჰქონდათ. ანუ განსხვავებული ემოციები არ ყოფილა. ეს ხომ მარტო რელიგიური მომენტია, ეს ხომ საერთო ეროვნული მომენტია ამ ხრივ. თვლით რომ ან პატრიარქმა ჩაოდო სათავე სამოქალაქო ერთ საქართველოში? მე ვფიქრობ, რომ თავისი ცხოვრებით ხომ რამხელა საქმე გააკეთა, მაგრამ გარდაცვალებით მეგონი კიდევ უფრო დიდი საქმეა იმ ხრივ, რომ საყოველთაო შემწყნარებლობა და პატივისცემა გამოიწვია ერთმანეთის მიმართ. იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ მილიონობით ადამიანი რიგში მდგომი, რომლებიც ერთმანეთს უბრალოდ ეხმარებოდნენ და ალბათ ზოგიერთი დაპირისპირებულიც კი იყო ერთმანეთთან პოლიტიკურადაც და სხვადასხვანაირადაც, ხო? და აი ეს ერთობა, ერთსულოვნება
თვითონ ძალიან უყვარდა ეს სიტყვა და როცა ტელევიზიას არ ქმევდნენ რა უნდა დაერქმიათ საპატრიარქოს ტელევიზიისთვის თვითონ ერთსულოვნება მაშინ ფიქრობდი რაღაც ადროს ერთსულოვნება რას ნიშნავდა რა ფასი ქონდა არ მესმოდა მაშინ ეხლა ვხვდებით რას ნიშნავს ხო ერთსულოვნება რომ არა რაღაცა განსხვავებულობა არ იყოს არამედ ქრისტეს სულით ვიყოთ თორე განსხვავებულები ვიყოთ მაგრამ ქრისტეს სული გქონდეს ერთი ფასეულობისკენ გვიჟღერდეს თუ ვაყურადებდეთ ხო ერთი სამხტო სიყვარულით ვიყოთ გაერთიანებულები ეს სხვათა შორის პოლიტიკურ მეცნიერებებში არის ესეთი საკითხი რომ არსებობს მუდმივი შიდა სამოქალაქო ომი ოღონდ ცივი ფორმებში მაგრამ ეს წყდება როდესაც გარემტერი შემოდის ხო და ეს მთელი ეგ შიდა ენერგია გადადის გარემტერზე და ეგ შიდა კონფლიქტი ჩერდება და განცდა არის რომ ერთიანები ვართ აი ამ მომენტში ეგ ძალიან ბევრ ისტორიულ მომენტში ყოფილა ესეთი მომენტი მაგრამ 2008-ში იყო ყველა გაჩერდნენ და თქვეს რომ პირველ რიგში ეს რუსების შემოსევა წინააღმდეგ დავდგეთ ერთად ეს 2008-შიც იქამდეც ესე იყო 90-იანებში არ ყოფილა ეს 90-იანებში გახლეჩილები ვიყავით ხო კი 90-იანებში ახლა იქ ხო სხვადასხვა მიმდინარეობა იყო და რაღაც ის ომიც რაღაც აფხაზებთან არ იყო საყოველთაო ხალხი დადიოდა დუბაიში ზოგი საკეიფოდ დადიოდა ზოგი რაღაც ნაწილი მიდიოდა ომობდნენ და რაღაც არ იყო საყოველთაობა აქ არ მოხდარა ესეთი მომენტი ეხლა ჩვენ რაც ნახეთ პატრიარქთა მიმართებაში არ მოხდარა ანუ გარე ფაქტორზე არ გადაგვიტანია მაგრამ მოხდა რაღაცა ეს ერთსულოვნება აი ამას რას უკავშირებთ მარტო პატრიარქის საკითხს თუ უკვე საზოგადოებაში იყო რაღაც ესეთი ჭარბი მოთხოვნა რომ ესე მომხდარიყო და ელოდებოდა რაღაც ნიშანს მე ვფიქრობ რომ პირადად პატრიარქის პერსონის ირგვლივ გაერთიანება იყო. იმიტომ რომ არ ამგონია რომ მოთხოვნა იყოს საზოგადოებაში სიყვარულის და სითბოს. მე რასაც უყურებ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ზიზღია. ძალიან დიდი სიძულვილია და იმდენი აქვს ერთმანეთისთვის ნათქვამი, გალანძღული თუ გათათხული რომ უკვე ამის უკან წაღება ვეღარ ხერხდება რა. და რაღაც მოხდა ესეთი ხელახალი დაბადება ჩვენი ერის და თუ ესე იქნება, კარგი იქნება, როცა როგორც გარემტერის შემოსევის შემთხვევაში მოხდა ჩვენთან, ეხლაც აი დიდი პიროვნების დანატოვრის ირგვლივ ვერთიანდებით და ვსორდებით, რომ ყველა თანხმდებით, რომ ეს ადამიანი იყო მართლაც განუმეორებელი. და სამწუხაროა ის, რომ თუმცა ნუ რას იზავ, მაგრამ წლების განმავლობაში ვინც მას ესეთ ათხავდა მისი ეთერებიდან და ესეთი საშინელი პასკვილები და ისინი ქონდათ და მას მთელი სერიალები გადაღებული ეს ადამიანები დღეს თითქოს კარგს ლაპარაკობდნენ. ეგ მე შევამჩნია. ხო, ლაპარაკობენ კი ახლა უსმენ და უბრალოდ მეცნობა კიდევაც, იმიტომ რომ ამ კაც გაუმწარეთ სიცოცხლე წლების განმავლობაში რა არ ეძახით. აი რა რითი არ დაბინძურდა თქვენი ენა რომ მოხუცყვა წმოსილ ადამიანისთვის ესე არ გაგემწარებია, თან ის რეაგირებდა ძალიან რეაგირებდა. ხო არის ადამიანი ცოტა ესეთი ასხლეტის უნერიანის მქონე, მაგრამ აი თბილი გულის იყო და ნუ საშინლად რეაგირებდა ესეთ რაღაცზე. ხო, და მე ვფიქრობ, რომ აი მისი წასვლით მოხდება ეხლა კიდე უფრო რაღაცნაირად შევკავშირდებით ერთად, რაღაცნაირად გადავდებთ, თქვათ, გუშინ რაღაცნაირად ჩაირაზება ის და აღარ გავიხსენებთ რა იყო გუშინ და ახალი ფურცლიდან დავიწყებ ცხოვრებას. აი, ვაკვირდებოდი მათ და ვიზ თქვენ ახსენეთ. არის ეგეთი ფსიქოლოგიური მომენტი პროექცია, რომ სიამოვნებაში მე სხვა ადამიანს კი არ ვებძვი, არამედ ჩემ პროექციას ვებძვი
და ვარქმევ იმის სახელს. აი რაღაცას მივაწე, რომელიც რეალურ ადამიანს არ ვებწვ სინამდვილეში. სინამდვილეში ვებწვ ჩემ თავს, ოღონდ აი ჩემ თავიდან გამაქვს და რაღაცებს მივაწე. აი ხშირი შემთხვევაში რო უსმენდი, რატომაც ებრძოდე, ყოველთვის მეგონა რომ რაღაცა პროექცია იყო რა, რაღაცა ანუ ისტორიულ და რეალურ ადამიანს არ ებრძოდნენ საკუთარ პროექციებს. აი ეგ ყველა ადამიანს ქონია რომ რაღაცა ისეც რო დაგაბრალებენ, ალბათ თქვენს ქონიათ ისეც საიდან მოიტანეს ეს, როგორ საიდან აი არაფერი არ გიქნია მსგავსი რაღაცა და უცბად დაგაბრალეს. აი საიდან მოდის ეს პროექციული მომენტები ადამიანში? რატომ უნდა ადამიანს რომ ვიღაცა ესეთი ადამიანი იყოს მტერი, განსაკუთრებით ისეთი, რომელიც არის საერთაშორისოდ აღიარებული. აი საიდან მოდის აი ეს სურვილი? აი არა თითქოს ანუ ესეთი პირადი მტრობა არ ქონდა ადამიანს, ხო? რატომ უნდა ქონოდა? ხო, არ ქონდა. ან რა კავშირი ქონდა ახლა ვიღაც სუბიექტს ადამიანს, ახალგაზრდას, ხო. პატრიარქის მიმართ. აი რატომ უნდა ქონდა? არც იცნო, არც გინახია. აი ზუსტად ეს მეკვირს, რომ აი არც ნანახი, კაი, შეიძლება რომ ვიღაცები იყვნენ, რომლებსაც აი რაღაცა პიროვნული ქონოდა. დაუშვათ ესეთი რაღაცა და ეს კიდევ მესმის, რომ რაღაცაში ვერ შეთანხმდნენ, რაღაცაში აზრი გაიყო და ნუ ემოციები დოს, მაგრამ ადამიანები, რომელიც ანუ გამოდიან და არ იცნობენ. და აქვთ აი რუსეთი, ეგაცო პროექცია სინამდვილეში რა. რატომ გაჩნდა ეგ? აი ჭარბად რატომ გაჩნდა ეს ჩვეულებრივად ამ პროპაგანდის მსხვერპლი არიან. ადამიანს მოწონს რაღაც მასასთან ერთად ყოფნა. ინდივიდუალურად ცხოვრება არ შეუძლია და რაღაცა დაჯგუფებებში უნდა მოხდეს. და ამ დაჯგუფებებში თავს გრძნობს კომფორტულად და აი ამ იდეოლოგიას ითვალისწინებს თუ იღებს იმისას, მოეწონება ხა როგორ ჩაჯდება იმ თქვათ შაბლონში, რომელსაც ის იდეოლოგია აყალიბებს. ეგ ერთია, მაგრამ მაინც მოწონს რომ აი ნახეთ ჩვენ მეგობრები ვარ და ვიღაც აი როგორც ფეხბურთს რო უყურებ, ხო რაღაცა ხო, ეგ თამაშია, ამ თამაშის წესები დევს, რომ მე მახსოვს ბავშვობიდან, ახლა რატო გულშემატკივრობდი, მე გერმანიას და ვკლავდი იმას, ვინც ბრაზილიას გულშემატკივრობდა და დღემდე მაქვს, ვისაც ბრაზილია უყვარს, ის ჩემი მტერია ყოველთვის და რის გულის ან ჩემთვის რა არის გერმანია ან მე ყველაფერი გერმანული მომწონდა და ყველაფერი ბრაზილიური არ მომწონდა ფეხბურთთან ერთად. ნუ ეხლა ბავშვობას ვიძახი, მაგრამ რაღაცა იცი საერთო ქონდა, მეგობრები ვიყავით გერმანიის გულშემატკივრები და ანგლოსაქსონური ეს კულტურა მოგწონდა და ამიტომ ეს ლათინოები ატანა არ ქონდა არც მუსიკის, არც სპორტის. ეს ის რომ გამოსულიყო გერმანელი მოცურავე და თქვათ ბრაზილიელი მოცურავე რასაკვირველია გერმანიის ხარ. ვიყავ. ხო და აი რაღაცა გაერთიანებაში ხარ და დაცული ხარ ის შენ გიცავს ის შენ და ერთმანეთს მე აგიჟებთ. ესენიც რაღაცა პატრიარქის საწინააღმდეგოდ, ეკლესიის საწინააღმდეგოდ, რაღაცა მითი იქმნებოდა ადრე ალბათ კაკების მონაწილეობით, შემდეგ უკვე ამ ნეოლიბერალიზმის მონაწილეობით, მთელი ეს კულტურული საზოგადოების ნაწილი, ხო, ხედავთ ახლა რა, მაგალითად ლევან ბერძენიშვილის ლექციას ესე იგი არ გააცდეს ის ერთ ლექციასაც, სადაც თქვათ პატრიარქს არ გაკრავს, რაღაცას ცუც არ იტყო და პატრიარქს. აი თუ გინდა დააკვირდეთ და ლევან ბერძენიშვილიც მესმის რა გაგებით. ანუ განაიმშინა არსით ამ ყურადღების ცენტრში გინდა ყოფნა. აი ესეთი ტიპი ხარ, რომ ეგოცენტრული გინდა იყო, გინდა რომ შენ იმას იცმედნენ. ეხლა ელინიზო რო ილაპარაკო, კი შეიძლება ვიღაც დაინტერესებული იყოს, მაგრამ ხმამაღალი მაინც არ არის. და ამით შენ ყოველთვის ფორმაში ხარ, დრაივში ხარ, ყურადღების ცენტრში ხარ, თუნდაც ნეგატიური იყოს მისთვის. ცენტრში ყოფნა, ანუ ის რაღაცა პირად სარგებელს ამით ხედავს. შეიძლება მე ხა არ შევალ მის ფსიქოტიპზე და მიზეზებზე რატო, მაგრამ მე ვიცახი რომ აი სურათ ნახეთ როგორ იქნება, ძალიან კულტურული, ძალიან განათლებული ადამიანი, ხო? და სულ რაღაცა კბენს, ურტყავს, ან ეკლესიას, ზოგადად ან ქრისტიანობა, ხან ქრისტესაც გადაწყვეტება ხოლმე. ესმის, ხან ნუ პატრიარქს ხო საერთოდ
და ეს მარტო ლევანი ხო არ არის, არა, უამრავი ადამიანი იყო ესეთი ლექტორების და თქვათ კულტურული და განათლებული ადამიანების, რომლებიც ეს ეშვებოდნენ. ალბათ სწორია რაღაც დოზით, რომ როცა ყველაზე ავტორიტეტულს და დიდს დაარტყავ, ეს უფრო რეზონანსულია, ვიდრე ეხმალაო რაღაცა შენი დონის რა ხო ვერ შექმნეს საკუთარი ავტორიტეტი. ბატონო? საკუთარი ავტორიტეტი ხო ვერ შექმნეს. ანუ იგივე ყოლოდათ მაგალითად ლიბერალებს საკუთარი რაღაცა ისეთი ავტორიტეტი, რომელიც შეეჯიბრებოდა პატრიარქს პირობითად. ხო ვერ შექმნეს ესეთი ავტორიტეტი. პრაქტიკულად არ აყავთ ავტორიტეტები. ხო, იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი პატრიარქს საფრთხო დახმარება ჰქონდა და მეორეც ერთი ბევრად უფრო ნიჭიერი იყო პატრიარქი და უფრო კეთილის ესე იგი ქადაგებელი და თან ჰქონდა ძალიან დიდი ინსტიტუციის წინამძღვარი იყო და ეს კიდევ განაპირობებდა მის მასშტაბურობას, იმიტომ რომ მას შეეძლო რაღაცები ეკეთებია, თქვა ეკლესიების აღდგენა, სამღვდელოების კურთხევა, ხო? მრევლის, ამხელამრევლის მოზიდვა, შემდეგ თქვათ სახელოვნებო წრეებში შესვლა, კულტურულ საზოგადოებასთან ღია დიალოგი, ხო? რაღაც ხელის გაწყვეტა და თან ხალხის მოთხოვნილებაც ახლა რელიგიური ბევრად უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ელინისტური ხელოვნების შესწავლა. ხო, რელიგიური გრძნობა ახლა სულ ვიღაცა დაგეღუპება, პრობლემა გაქვს. მე თემატიკას კი არა, მორალური ავტორიტეტი არ აყავს თქმით. ანუ მე არ მისმის ვინ არის მათი მორალური ავტორიტეტი. სიკეთეს ვინ ანათებს იქით ამხარეს. აი ესე ვიტყოდი. და არის სიკეთე მათვის ავტორიტეტი. ეგეც საინტერესო შეკითხვა. ხო, აი ფასეული არის სიკეთე. თუ გახსოვს ესეთ რაღაცას გავიხსენებ მე. წმინდა წერილიდან პირველივე გვერდებიდან ევა რო დაეცა და ადამი რო დაეცა დაცემაში რას პირდება გველი რომ თქვენ იქნებით ღმერთები როგორც ღმერთები არიან აი ესე იქნებით თქვენ და რა უთხრა რომ ანუ თქვენ გაარჩევთ კეთილსა და ბოროტს ხო და ნახეთ მართლა დაეცნენ ესენი და მართლა გახდნენ დამრქმევები რა არის სიკეთე რა არის ბოროტება აი ნახეთ ღმერთი როგორ ხარ როგორ არის ღმერთი ღმერთმა დადო სიკეთის განსაზღვრება ღმერთმა დადო ბოროტების განსაზღვრება რა არის სიკეთის განსაზღვრება ახლოს ხარ ღმერთთან ახლოს ხარ სიკეთესთან განეშორები ღმერთს და იმყოფები მარტოობაში და განძარცულობაში ხო? ანუ ამის შემდეგ მოდის აი ზუსტად ლიბერალიზმის პრობლემაც ეს არის. რომ აიღეს და ის სამხდო ობიექტური ჭეშმარიტება, რომელიც გარდამოცემით არის მოცემული წმინდა წერილის სახით, თქვათ, ხო? ამაზე თქვეს უარი და მოდი ახლა მე ვიტყვი რა არის კეთილი. და დაარქვეს კაცს, ქალი, ქალს, კაცი. აი ეს არის სიკეთე. აი ბოროტება რა არის? აი ბოროტება, თქვათ, არის ის რომ შენ ამას არ აღიარებ. ხო? მე რომ ვარ მაგალითად ადამიანი რომელიც ეს კი არა, რა ვიცი, სქესზე ვერ შეთანხმდნენ ამდენი ხანი, ხო, ანუ ელემენტარული რაღაცა. აი უამრავ რამეს ქვია, კარგი. აი ახლა მაგალითად დღეს ნახე, ესე იგი ჩვენა ზვესდას გულშემატკივრებს გაუკეთებიათ რაღაცა ბანერი სტადიონზე, რომელიღაც მათი წმინდანის, ფარველი წმინდანის, სერბების და ამის გამო UEFA-მ დააჯერინა და რაღაცა გერმანული კლუბისთვის, სადაც სატანის პენტაგრამაც არის გამოსახული და თვითონ სატანა ამოვიდა იქიდან რაღაც გოლოგრამით თუ რა. ხოდის არაფერი ჩვეულებრივ მოვლენაა, ხო? აი თქვათ, იგივე პარიზში ოლიმპიადის გახსნა. თქვათ, აი გაშარჟებული ლეონარდო საიდუმლოს ელობა და რაღაცა ამაში მონაწილეობა რაღაც სატანისტური რიტუალი არის ნორმა და ხელოვნება და როგორც კი ამის მოწინააღმდეგე ხდები და კრიტიკოსი ხდები, შეხარ ბნელი და არასწორი და რაღაცა თვითონ ევროკავშირსაც შევეხებით, ევროკავშირის ის კონსტიტუციაში არის ესეთი მომენტი, რომ
ევროკავშირი რამოდენიმე ღირებულებებზეა საუბარი და არის ანტიკური ფილოსოფია, ანტიკური სამყარო და გამართლებლობა. ქრისტიანობა არა. ამოიღეს. ეხლა ამოიღეს, თორე თავის დროზე როცა ევროკავშირი იკვდებოდა, ქრისტიანული მორალიზე იდგა. და ხა ამოღებულია. ეხლა ამოღებულია ხელახალი, მე მგონი რაღაცა მიიღეს ხელახალი რამოდენიმე წლის წინ. განაახლეს ეს ყოველ შემთხვევაში ქრისტიანობაზე არა ახსენება. გასაკვირველი ამოიღეს, ამაზე პროტესტებიც იყო რიგი ქვეყნების. ხო და მე როგორც ეს ლიბერალებს უყურებ როგორც აი ფოგელინი არის ესეთი იყო უბრალოდ ესე გერმანელი წარმომავლობის ამერიკელი მეცნიერი და ამბობს რომ ეს იდეოლოგიებიო იქნება ლიბერალიზმი, სოციალიზმი, ფაშიზმი მათ შორის ეს გნოსტიციზმის სხვადასხვა ფორმებია. ოღონდ ძველი გნოსტიკოსებისგან განსხვავებით, რომლებსაც უნდათ რომ სამყაროდან გასულიყვნენ, ახალი გნოსტიკოსები ფიქრობენ რომ სამყარო მათ უნდა შეცვალონ. იქ ხო ის კონცეფცია რომ დემიურგი ბოროტი ღმერთია, რომელმაც არასრულყოფილი სამყარო შექმნა და მათ შორის ადამიანის არასრულყოფილია, გაგებით, ხო? უნდა დაეხმარონ ახლა. ხო და პოსტჰუმანიზმი არის ის რომ ადამიანს შეუძლია საკუთარი ოპცია, ანუ სქესი ხო ბუნებრივი მომენტი იყო, ოპციური უნდა იყოს, ანუ მე უნდა ჩემი ნება უნდა აღემატებოდოს ჩემ ბუნებას. აქ ჩდება აი ჩემთვის ყველაზე საინტერესო ფენომენი, ამაზე ძალიან ხშირად ვფიქრობ, რეალობის ფენომენი. იმიტომ რომ ახლა მithumetes შვილი მყავს 10 წლის ვაკვირდები მის კლასელებსაც. ინტერნეტი სივრცე და ეს ვირტუალური სივრცე ძალიან ჭარბად არის და რაც უფრო დრო გავა, კიდევ უფრო ჭარბად იქნება. რეალობის შეგრძნების დაკარგვა ხო ხდება. და რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი, ანუ რეალობის განცდა აღარ არის. როდესაც ყველაფერი დასაშვებია, ესეთი მართლა გნოსტიკურ ანუ ტექნოლოგიებმა გამოიწვიეს გნოსტიკური ცივილიზაციის განვითარება სინამდვილეში. და რა არგუმენტია, რომ აი მაგალითად თუ შემილია რომ მესამე თვალი გავიკეთო იმით კიბერპანკი ქვია მას, ხო? პოსტჰუმანიზმით, რატომ არ უნდა გავიკეთო? რომ უკეთესად დავინახო. აი რა არის არგუმენტი ამის? თუ შემილია რომ ვიყო რაღაცა უფრო მესამე ხელი მქონდეს, მეოთხე ფეხი და რა ასე შემდეგ, აი ჩემი ნება აი ესე საბუთდება და სულ ფიქრობ აი რა არგუმენტი უნდა მიაწოდო ესეთ ადამიანებს რომ დაიცვან ადამიანობა. ეს არის მე ვფიქრობ რომ ყველა ეს იდეოლოგია აი როგორც ჩამოთვალა იქ ფაშიზმი იქნებოდა, ლიბერალიზმი თუ კომუნიზმი და სოციალიზმი რა უკიდურესობამდე მიყვანის შემთხვევაში ხდება საშიში და უბედური. რაღაც თავის თავში თქვათ დადებითი მარცვლები იყო. თუ იგივე ლიბერალიზმში. იმიტომ რომ ლიბერალიზმის მამები იყვნენ, ვინც თქვათ მონობა გააუქმა, ხო? მე ხო ლიბერალები იყვნენ, ვისაც მონები ყავდათ. ახლა მე მგონი ვაშინგტონმა გააუქმა და თან ყავდა მონები. ხო. მაგრამ მაინც რაღაც ჰუმანური იდეების წამოწევა არ იყო ცუდი. იგივე ბატონყობის გამო გაუქმება, ხო? სოციალისტ ქართველები ეწინააღმდეგებოდნენ ამას და სულ რაღა ვაკეთოთ ჩვენ დავადებმა მოიძახდნენ ბოლომდე, მაგრამ ნუ ბევრი რაღაცა ისეთი რაღაც პროგრესული, რაც ადამიანისთვის მართლა ბუნებითია, ის რომ ადამიანს რომ ბუნებითად აქვს სიცოცხლის უფლება, განვითარების უფლება, სწავლის უფლება, სწავლის უფლებას ხო არ აძლევდნენ, არა? იყო პერიოდი, აი იგივე ბატონყომის მდგომარეობაში არ ქონდა უფლება რომ გესწავლა, ხო? თუ არ იყავი დიდი კლასის წარმომადგენელი. და სხვადასხვა, თქვათ, იგივე განვითარების, ქონების უფლება რო ქონდეს. აგი კომუნიზმში არ ქონდა უფლება ქონების, ხო? ანუ შენი პირადი ქონება, ანუ რაღაცები კარგი იყო. უბრალოდ აი როგორც კი ეს ხვარს გადადის და რაღაცა თავის რაღაც ფასეულობა ხდება თვითკმარი და მასზე იწყება მსახურება ის ხდება უკვე კერპი. აი კერპი ითხოვს სულ მსახურებას. და რაც ხო არის რომ მოვიდა თქვა რომ მე არ მოვედი იმიტომ რათა თქვენ მე მსახუროთ, არამედ მოვედი იმიტომ რომ მე გემსახურებ. აი ღვთისმსახურებაც არის ღვთისმსახურება და არა ადამიანის მსახურება, ხო? და როგორც კი ადამიანი იწყებს რაღაცის თუნდაც აი თავისუფლება. ძალიან კარგი რამ არის, ხო? ღვთისგან მინიჭებული უნარია უფლება ადამიანის დაბადებიდან რომ ის იყოს თავისუფალი.
ну თავისუფლებაში იგულისხმება, თქვა რელიგიურად იგულისხმება ის, რომ შენ ფლობდე შენ თავს და აკეთო ყოველთვის ის, რაც სწორია და არა ის, რაც შენ ქსიამოვნებს, ხო? და ამის მკეთებელი ხარ თავისუფალი, როცა შენ ფლობ საკუთარ თავს და პირდაპირ მიმართავ ღვთისნებას. მაგრამ როგორც თუ არ მიმართავ? ხო და როგორ არ მიმართავ და დეგრადირდები და ხდება შენი ნება. კლაივ ლევისი ამბობს ესეთ რაღაცას, რომ შენ რო იძახი იყავ ნება შენი ღმერთს თუ ესე მიმართავ და შენ თუ ამას არ მიმართავ რომ იყავ ნება შენი, მაშინ ღმერთი გეუბნება რომ იყოს ნება შენი. აი შენი ნება უკვე არის ფაშიზმი, თქვათ ის იდეოლოგია რაც ევროპაში იყო კომუნიზმი რაც ჩვენთან იყო და სხვერპლი ადამიანთა რაღაც დიადი იდეებისთვის პერსონის გააწირვა მასების ხო რაღაც ლეს რუბერტ შეპკილიჭად ხო არაფერი და მოკდნენ მე აი ახლა რაც უკრაინაში ხდება ხო რაღაც აი სისხლი უბედურება დიადი რუსული თქვათ სამყაროს ესე იგი განვითარებისთვის და მისი გავრცელებისთვის და რა ვიცი აი ეს უკიდურესობას მიყავს ადამიანი კონფლიქტამდე და კერპთაყვანისმცემლობამდე. ჩვენს უგონია კერპი უნდა იყოს მაგალითად მაინც და მაინც რაღაც აპოლონის და ქანდაკებაში უნდა იყოს ეს გამოვლენილი და აი ქრისტეს არ იტყვი და ქრისტეც შეიძლება კერპი იყოს, შეიძლება პატრიარქის კერპი იყოს. გაჩნია შენ როგორ ექცევი ამას, შენ როგორ ხარ მასთან ურთიერთობაში. და იდეოლოგიებიც გადაიქცა სადაც ცოცხალი ურთიერთობა ქრება. სადაც ცოცხალი ურთიერთობა მაგირა შემდის აბსტრაქტული ცნებები. აი მაგალითად ხალხის მტერი, ხო? ანუ ვინ ხალხი, რა ხალხი, მაგრამ ხალხი ხო აბსტრაქტული ცნებაა, მაგრამ კონკრეტული პიროვნების ტკბილობა შემილია აბსტრაქტული სახელით. ეხლა ზაბობენ აი მაგალითად არჩევნებია ვინ მოირგებს პატრიარქის მიტრას, არა და გაიგეს ეს მიტრა, ეხლა ხანს რო არსებობს მიტრა. ხო და აბა ვინ მოირგებს და ეპისკოპოსები და იწყება ლანძღვა ეპისკოპოსი. ესენი ხო არიან, აი მასიური ეპისკოპოსები არის რაღაცა. ან სამღვდელოება, მდიდარი სამღვდელოება. და დარწმუნებული არის ცნობილი. არც ერთ მღვდელს და არც ერთ ეპისკოპოსს. და აი სწორედ მანდ არის აი განსხვავება, რომ ცოცხალი ურთიერთობა ესე იგი არ არის. სადაც ცოცხალი ურთიერთობა ქრება, იქ იწყება აი სწორედ ამ რეალობის გაქრობა. აი ხო საუბრობთ პატრიარქს. არ იცნობ პატრიარქს, არ გიყვარს. რატომ არ გიყვარს? თუ გაქვს რაღაცა შენი წარმოდგენები, მაგრამ ადამიანი ხო ის არსებაა, რომ უნდა გადაამოწმოს შენი წარმოდგენები, ხო ყოველთვის რაღაცა დამახინჯებული წარმოდგენებით გვაქვს თუ ცოცხალ ურთიერთობებში არ შევედით, ხო? და ქრისტიანობას ხო ისაა ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა, ცოცხალი ურთიერთობები, ხო? დაინახო ეს. აი ეს ამიტომ თუ ტექნოლოგია ხო გვაშორებს, აი თანამედროვე ტექნოლოგია ამ ცოცხალ ურთიერთობებსაც გვაშორებს ზოგადად საკუთარ თავში კვეთავს რაღაცა მხრივ. და ილუზიაში გვამყოფებს, მატრიცაში. რაც ვირტუალურ სამყაროში ხარ, სადაც შენ ხარ დევგმიერი. და ბავშვები რო თამაშობენ, თამაშებს და იქ რო ჩახოცავენ ვიღაცებს და გაიმარჯვებს რაღაც კონკრეტულ თამაშში, ხო? ის დაკმაყოფილებულია ახლა რომ გონია რომ ეს მართლა ეს არის რა ქვია დიდი ვიღაც გმირი სუპერგეროი როგორ ქვია, ხო და ამ დროს გამოვა ქუჩაში და ვიღაცა მოარტყავს ხვირში და დაინახავს რომ არანაირი სუპერჰერო არ არის ჩვეულებრივი ფშიშარა ბავშვი. რას იზავ? ეგეთი დრო დადგა რომ წილად ეზოში არ გვიშვებდნენ ხოლმე და ეხლა ეზოში გყრია ბავშვი. ხო, ამიტომ ზომიერება ყველგან საჭიროა. არც იმის მოსპობა არ შეიძლება, იმიტომ რომ ამ სამყაროში ვიმყოფებით. მაგრამ არც ესეთი მიშვება არ შეიძლება. მე შენი ერთი რამის. განა ვიღაც კონკრეტული ადამიანის ვინც გამოჩნდება და რაღაცნაირად რაღაც აზრ შეგვიწვის. მე შენია იმის რომ ალგორითმებმა გაგვტეხეს. ალგორითმებმა ჩვენი სურვილები იმდენად წაიღეს, რომ აი ხა რომ მობილური თუ გაინტერესებს, მობილურის რეკლამა ხდება. ანუ
დოფამინური ის ქვია, რა ქვია, ნარკოდამოკიდებულება ქვია მაგამ იმას, ხო? ანუ იმდენად, ესე იგი, ალგორითმმა ჩვენი ფსიქიკა შეისწავლა, რომ მართვა შეუულია. გამოსვით თვითონ რაც ჩვენ შევქმნით, რაც ჩვენ უნდა გვემსახურებოდეს, როლები შევცვალეთ და არის ერთ-ერთი მე მიყვარს სამეცნიერო ფანტასტიკა და არის ესეთი ბრმა სიბრმავე ეს უოლტ სტამოვის ავტორის, სადაც არის ესე ნაჩვენები, რომ მომავალში ადამიანებს უკვე მატრიცა ხომ არის ესეთი, რომ თითქოს ის ფილმში რომ ძალით შეგვიყვანებათ. არა, აქ ადამიანები თავის ნებით შედიან. ცხოვრების ნება დაიკარგა და ადამიანი გახდა ზედმეტი. ზედმეტია ყველაფერს, ყველა გადაწყვეტილებას რეალურს იღებს ხელოვნური ინტელექტი და ადამიანი ამ სამყაროში გახდა ზედმეტი. აი, ამის უფრო მეშინია სიმართლე გითხრათ, ვიდრე კონკრეტულად ვიღაცა რაღაც ლიბერალის ან ვიღაცა ესეთი ადამიანს. აი, ჩემი აზრით გამოწვევა ეხლა ეს არის. სულიერების გამოწვევაც ეს არის, რომ რა უნდა უქნათ იმ ალგორითმს, რომელმაც იცის ადამიანის ფსიქიკა. არ ვიცი ძალიან რთული. ეს ეხები მე დავდილოთ არ ვიცი, მაგრამ ერთი რასაც ვაკვირდები არის ის, რომ დროის მოკლა ხდება, იცი? აი აღარ უნდა დრო, რო კონდეს. ამ თეთრდილიდან საღამომდე ახალგაზრდებს ან ადამიანების ნაწილს აღარ უნდა დროში იცხოვრო. უნდა დრო მოკლან და ანუ დაივიწყონ ყველაფერი რაღაცა შემძვრალი თქვათ ვირტუალურ სამყაროში. დრო ხო რაღაც ხრივ სიკვდილიდანაა დაკავშირებული. სიკვდილის ფენომენი კულტურაში რო ქრება. დროს კვდება რაღაც ხრივ. აღარ ფიქრობ დროზე, რომ მოასწრებ რაღაცა. ჩვენ კულტურაში ხო სიკვდილი რაღაცნაირად განდევნილია. არ ფიქრობთ ამ სიკვდილზე და ჩდება აი მუდმივ სამხმარებელ საზოგადოება. იყო ესეთი მომენტი, რომ ადრე სამხმარებელ საზოგადოება იყო და ეხლა უკვე დაღლილი საზოგადოება არის. ცხოვრებისგან დაღლილი საზოგადოება არის. აი ეს არ მესმის, თითქოს უკეთეს სოციალურ გარემოში ცხოვრობენ, ვიდრე თუნდაც 90-იან წლებში იყო, ხო? მაგრამ აი ცხოვრების ნების დაკარგვას თუ ვაკვირდებით. ხა როგორ არ ვაკვირდები, აი საზრისი აღარ აქვს, რაზე იცხოვროს. აი სიამოვნებას არაფერი არ ანიჭებს. რაღაცის დაუფლებას აღარ აქვს უნარი თუ სურვილი. აი თქვა იგივე ინსტრუმენტი, ხო? აი მუსიკა მაგალითად, აი ხო უყურებ ადამიანს და არ უნდათ დაკვრა. არ უნდათ სწავლა გამების, არ უნდათ ნოტების სწავლა. უნდათ ვარსკვლავი იყოს. და ეს ვარსკვლავი კეთდება მართლა უცებ ტექნოლოგიით, რაღაც ჩაწერა ამას, მისცემ ამას, ამ პროგრამას, იმას და რაღაცა ვარსკვლავი დაიბადები და ვიღაც აყვანისმცემლები გეყოლება. და თავისთავად ის რომ ამ შესწავლაში, ამ შესაქმიანობაში დიდი სიხარული მოდის და საერთოდ ცხოვრებაში რომ დიდი შეგრძნებები არსებობს და საერთოდ საზრისი რისთვის იბადები ამაში შენი ადგილი დაინახო ეს უკვე აღარ არის ყველა გარკვეულწილად აი დროის მოკვლასკენ არის და სიამოვნების მაქსიმალურად მიღებისკენ არიან და ჰედონის ხო საბოლოოდ მოაქვს სიამოვნების მოკვლაც ჰედონის მოაქვს იმიტომ რომ აი როგორც ფსიქოლოგიაში მე მგონი ესეა რომ ესე იგი თუ შენ სურვილი გააქვს ის სურვილი თუ აგისრულდება უკვე სიამოვნება აღარ აქვს პროცესში ამ სურვილის რეალიზების პროცესში შენ იღებ სიამოვნებას მაგრამ როგორც კი უკვე ველოსიპედი ყავს ის ველოსიპედი აღარ გიდა გააქვს და ამიტომ შენ სიამოვნებას ვეღარ იღებ ბუდისტებს აქვთ ესეთი მომენტი რომ სურვილის გაქრობასთანაა დაკავშირებული კი თავარი მედიტაცია და ასე შემდეგ რომ სურვილი აღარ ქონდეს უბრალოდ ეს სხვა რელიგიური სხვა კულტურული პრაქტიკებია სხვა სამყარო ნამდვილად ჩვენთან რადგან ეს ქრისტიანული სამყაროს ნაწილი ვართ გასაგებია რომ ის რაც ხდება ჩვენ ცენტრში ის ხდება პერიფერიაში დრო არის ცოტა განსხვავებული მაგრამ მაინც პერიფერიაში გადაედინება ის რა შეიძლება აი რა პრაქტიკები მას შეიძლება
გამოგვიყვანოს რაღაცა ამ კრიზისიდან, ახალი კრიზისიდან, რომელშიც მაგალითად პატრიარქი როდესაც გახდა 77 წელს პატრიარქი, მაშინ სულ სხვა რეალობა იყო. მაშინ ინტერნეტი არ იყო, ან თუ იყო მარტო სამხედროებს ჰქონდათ ამერიკაში და სულ სხვა საინფორმაციო სივრცე იყო, სულ სხვა გამოწვევები იყო. ეხლა რადგან უკვე ჩვენ ახალ პერიოდში შევდივართ, ახალი პატრიარქიც უნდა ავირჩიოთ და ახალი გამოწვევების წინაშე ვართ. აი ამ ახალ გამოწვევებს თქვენი აზრით როგორ უნდა უპასუხოს ეკლესია? ისიც რა არის ძალიან რთულია ამ ეპოქაში ყოფნა, იმიტომ რომ ეკლესია რაღაცნაირად ერთის მხრივ კონსერვატორული ინსტიტუციაა, მაგრამ მეორეს მხრივ ის მუდამ ცოცხალი უნდა იყოს. და ჩვენ პრობლემა გვაქვს ამ მხრივ. პრობლემა გვაქვს იმიტომ რომ ამ გამოწვევებზე საერთო ეკლესიური პასუხები არ არის. არის რიგი მოაზროვნე სამღვდელოების მიერ გაცემული პასუხები. რაც არ არის სრულყოფილი და კარგი. იმიტომ რომ ეს არ არის ეკლესიური კრებელობითი ხმა ეკლესიის. ეგ ხო ასუსტებს გარკვეულწილად ამ გამოწვევებზე პასუხს. რადგან გასაკვირველი ასუსტებს და ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს მაგ მხრივ, რომ ელემენტარულად მართლმადიდებლები ერთად ვერდგებიან და არ წირავენ ყველა პატრიარქი ერთად, მაგრამ კი 15 ეკლესიაა, ხო? და ვერდგებიან ერთმანეთთან აქვთ დაპირისპირება. ანუ ყველაზე თავარი რაც მაცხოვარმა დაგვიტოვა რომ იყავით ერთნი, ვითარცა მე და მამა ერთი ვართ, ის დარღვეული უკვე დასაბამიდან. როცა ეკლესიები ჩამოყალიბდა და ერთმანეთში დაიწყო ბრძოლა. და დღემდეც ესე გრძელდება. და ამ გამოწვევებს პასუხი უნდა სერიოზული. ძალიან დიდი შრომა უნდა და დიდი ბევრ რამეზე დაფიქრება უნდა. მაგალითად ეხლა ჩვენ გვაქვს კანონთა კრებული, ნომოკანონი რასაც ქვია, ანუ რჯულის კანონი. სადაც მთელი საუკუნეების განმავლობაში 10 კი კანონები დაწერილა, ყველაფერი არის ერთად თავმოყრილი. და ეს კანონები, რომელია კარგი და რომელია ცუდი, რომელია საჭირო და რომელია არ არის საჭირო, ადამიანი იღებს თვითონ, ირჩევს. მაგალითად რაღაცა კანონს ავირჩევ და მეორეს ვაჩვენებ რომ აი შენ ამ კანონის არ ღვევ და იქვე გვერდზე ის კანონი წერია, რომელსაც შენ თვითონ არ აქცევ ყურადღებას. ნუ მაგალითად, ხო? ვთქვათ იქ კანონია რომ ვთქვათ აბანოში არ შეხვიდე ებრაელთან ერთად. ან საჭმელი არ შეჭამო მუსულმანთან ერთად, ნუ წარმართთან ერთად, ან არაქრისტიანთან, ერეტიკოსთან ერთად. და რაღაც ასეთი ბევრი უამრავი კანონია, რაც არის ესე თავმოყრილი. და რაც ვერ სრულდება. და იქ არის ნათქვამი, რომ ერთი კანონის დამრღვევია მთელი ამ კანონების. მაგრამ ეკლესია მაინც სულით იმართება მაცხოვრის და სული წმინდის მადლით, ხომ? რომელიც აი აცოცხლებს, მუდმივად უნდა გააცოცხლოს ადამიანში ქრისტიანობა. ამიტომ ძალიან დიდი დაკვირვებაა საჭირო. ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. რატომ მოქმედებს ესე ვთქვათ, მოუხერხებლად ეკლესია? არ არის ელასტიური და არ არის სწრაფი პასუხები. იმიტომ რომ რთულია რამეში მიიღო გადაწყვეტილება და ამ დროს ის შეცდომა აღმოჩნდეს და ვიღაცის სულის დამღუპველი აღმოჩნდეს. ამიტომაც უჭირს ეს. თვითონ ეკლესიის ისტორიაც ხო იმას გვეუბნება, რომ კონკრეტული გამოწვევის დროს კონკრეტული კრება ტარდებოდა, ხო? არიანელობა იყო პირველი ესეთი მნიშვნელოვანი. მაგრამ ხო დასრულდა ეგ მე-19 საუკუნეში დასრულდა ყველა მსოფლიო კრება და ახალი კრება არ ითვლება კრებად. აი ესეთი უაზრო პარადოქსის წინაშე ვართ, რომ აი 7 მსოფლიო კრებაზე ითქვა ყველაფერი და აღარ გვჭირდება. და თუ იქნება მერვე, ის იქნება ანტიქრისტეს. ისევ ჩვენ დავიწყეთ, რომ შემდეგი კრების ლანძღვით, ესე იგი თავი მოვიკვეთეთ, გამოდის და ანუ ის ვაღიარეთ, რომ ახალი გამოწვევა შეიძლება არ იყოს. აი ნუ მართლა ესეა, ნუ რაღაცა კაზუსია, როგორ შეიძლება
უფალი გაძლევს ეპოქას, რა, გაცხოვრებს და დღეს ერთადერთი თქვათ რჩევა არის, რომ დაემსგავსო მე-5 საუკუნის წმინდა მამების ცხოვრებას. ხო, იქით მხარეს აღარ არიან არიანელები. არა, რატო უნდა დავემსგავსო მე-5 საუკუნეში, რომ უნდა დამსგავსებულიყავი, მაშინ გამაჩნდა მე-5 საუკუნეში. და 21-ში რახან გამაჩინა. ანუ 21 საუკუნეში უნდა ვიპოვო ის მნიშვნელოვანი, რაც იმათ ჰქონდათ. მნიშვნელოვანი. და არა უბრალოდ კარკირებული ჩემი რაღაცა ყალბი ქრისტიანული ფორმა, სახე თუ მოღვაწეობა. ეს ხო სიყალბეა. ერთი სტუმარი მყავდა ფსიქოლოგი და მან ერთი კვლევა ქართულ სტუდენტებზე ჩატარდა. ყოველ მესამე სტუდენტს აქვს ან დეპრესია, ან რაღაც ფსიქოლოგიური პრობლემები, სხვადასხვა. საქართველოში. საქართველოშია საუბარი. ნუ სამედიცინო სტუდენტებზე იყო მგონი ეს, მაგრამ ნუ შეგვიძლია განვაზოგადოთ, რომ დაახლოებით ესე სურათს მივიღებთ. ანუ ერთი მხრივ ჩვენ ხედავთ, რომ ძალიან ბევრი ხალხი ეკლესიაში ბრუნდება, მოვრუნებულია, მეორე მხრივ ხედავთ ჩვენ უამრავ ობიექტურად, არ ვიცი, შეიძლება ცოტა ემპირიულია ეს დაკვირვება ჩემი მხრიდანაც, მაგრამ სტატისტიკაც იგივეს ამბობს, რომ ფსიქოლოგიური და ემოციური და ფსიქიკური პრობლემები ჭარბობს ჩვენ საზოგადოებაში. შეიძლება სხვა საზოგადოებებში, მაგრამ სოფლიოშია მე მგონი. პრობლემა ეპიდემიასავითაა ფსიქიური აშლილობა. და გამოდის, რომ ესე იგი უამრავი ადამიანი ობიექტურად უბედურია. თუ ყოველი მესამე ადამიანი დეპრესიაშია, ესე უამრავი ადამიანი უბედურია, თან ახალგაზრდები, განსაკუთრებით და თქვენს ალბათ გახსოვს თქვენი სტუდენტობის და თქვენი რაღაც სკოლის პერიოდი, იქ სხვა შემართება იყო, ხო, სხვა გამოწვევები იყო, ხო? ეხლა გონი უკვე აღარ არის არც ეს კომუნისტური ხელისუფლება, რომელიც აგიგრძალავს რწმენას, აღარ არის რაღაცა თუნდაც ლიბერალებზე ვსაუბრობთ, მაგრამ თითქოს მაგათი დისკურსის დასრულდა. სუსტები არიან უკვე. ობიექტურად სუსტები არიან. კი, რაღაცებს ლაპარაკობენ, მაგრამ მარგინალურ სივრცეში დაბრუნდნენ. დაგვრჩა რეალური პრობლემები და ეს რეალური პრობლემები უკვე აღარ გვარდება მათამ ბრძოლით. გვარდება რაღაცა სხვა გამოსავალით და აი ეკლესიის ისტორიაში იყო ხო, რომ ცოტა გვიან გაჩნდა ბერ-მონაზვნობის ინსტიტუტი, ხო? რაღაცაზე პასუხი იყო ეს, ხო? აი, სხვათა შორის ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიით გამოცხადებაზე, სადაც როცა ქრისტიანობა გახდა წახალისებული, როცა ქრისტიანობის გამო გაჯილდოვებდნენ და თქვენს ადამიანების ნაწილმა, რომ თავი დაგვანებია, ქრისტიანობა არის მუდმივი სხერფლი, დევნა, ტანჯვა, ну ეს შეხედეს და წავიდნენ თიბაიდის უდაბნოში ეგვიპტეში. თქვენ ეს რაღაც მიმდინარეობა ესეთი ან რაღაც ესეთი პრაქტიკები გაჩნდა, უნდა მოველოდოთ, ან არის გაჩენილი შეიძლება ქართულ ეკლესიაში არა, მაგრამ სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიაში. ანუ არის ეს მზაობა, რომ რაღაცა ახალი რაღაცები, ელემენტები შემოვიდეს? იცით რა არის, ძალიან მცირე რაოდენობით, რასაც ვაკვირდები, ძალიან მცირე რაოდენობით, იმიტომ რომ რაღაცა ეკლესიაში შეიძლება ესეთი კომფორტული მდგომარეობა იყოს, რომ მოდი რაღაცა შევიძინეთ გულისხმობ სულიერებით, რაც მივიღეთ, მოდი არ ჩავარდეთ უარეს გამოწვევებში და მოდი პასუხები გავუცეთ ძველებურად ახალგაზრდ გამოწვევებში. არა და მაცხვარი ამბობს, რომ ახალ ღვინოს არ ასხავენ ძველ ტიკებში. იმიტომ რომ დახევს ამ ტიკებს, იმიტომ რომ სულ ცოცხალია ეს. ეს გამოწვევაც საჭირო არის, რომ ჩვენ ესე იგი ძალიან კარგად შევისწავლოთ თანამედროვე მეცნიერებები. მაგალითად ფსიქოლოგია, ფსიქიატრია ძალიან კარგად უნდა გქონდეს ეკლესიაში გადამუშავებული და იმ ასკეტურ ლიტერატურას, რომელიც ჩვენ გვაქვს და გამოცდილება ქრისტიანული ანთროპოლოგიის დიდი გვაქვს, ხო, 20 საუკუნოვანია, აი ეს პარალელები ვიპოვოთ და ამ ფსიქიატრიის თანამედროვე მიღწევებით და ფსიქოლოგიის, ну ადამიანის ცოდნაზე რა, ადამიანის ფსიქიკაზე, ხო? გავამდიდროთ ჩვენი ასკეტური ლიტერატურა, თანამედროვე ასკეტური ლიტერატურა. იმიტომ რომ ადამიანს აქვს
კრიზისები. რასაც იგივე ფსიქიატრიაში ხო და ეს კრიზისები იწყება მაშინ, როცა ის იწყებს აზროვნებას და სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვანაირი კითხვებზე აქვს გასაცემი პასუხები. და როცა ის ძველი პასუხები აღარ გაკმაყოფილებს, იმიტომ რომ სხვა ეტაპზე ხარ შენ და შენთვის აღარ არის საკმარისი მარტივი და საჭიროებს რომ გაამდიდრო ეს პასუხები. უკვე სხვადასხვა რასაც დაინახოს. არა ისე ბინალურად ჩავიდა თეთრი, არამედ ცოტა ფერებით შემოდის. იქ რაღაც კონტრასტები შემოდის. იქ ტონალობა შემოდის, კომპოზიცია და მთელი ამბავი და მე ნელ-ნელა კიდევ ამდიდრებ და გარკვეულწილად ეს კრიზისები ადამიანისთვის სასარგებლოა, როცა ამას უფიქრდება ადამიანი. ჩვენი ეპოქაზე, რაზეც თქვენ და ამბობთ და არდობთ, რომ ამდენი ფსიქიური აშლილობა, ეს ეპოქალური იმიტომ არის, რომ ადამიანში გაჩნდა სრული თავისუფლება, მიეცა. და როცა თავისუფლება მიეცა, მას პრობლემა შეექმნა. არ არის ადამიანი რთულია ესე განწირული ხარ თავისუფლებისთვის, რომ მართლა განწირული ხარ, ცუდად აქვს საქმე. იმიტომ რომ ძალიან კარგი ეპოქა იყო, თქო, შუა საუკუნეები. იბადებოდი მეწახის ოჯახში, იყავი მეწაღე. მოგიყვანდნენ ქალს, რომელიც იქ დაარქმევდნენ შენ ცოლს, პრობლემა არ ქონდა. იმან იცოდა თავისი ადგილი, ბავშვები უნდა გაგეჩინა. წესრიგია. ის ხო, იცით რა, გადაწყვეტილება. დღეს სუპერმარკეტში შედიხარ და რომელი შამპუნი იყიდო, ამაზე უნდა იფიქრო, იმიტომ რომ 200.000 იდევს. ყოველ შენ ნაბიჯში უკვე შენი არჩევანია. არავის შენს გარდა ამ არჩევანს არ საბოლოოდ აქ იცხოვრო, იქ იცხოვრო, ამ ბინაში იცხოვრო, ყველაფერი გაქვს წარმოიდგინე. თუ მუშაობ, ახლა მე გეუბნები დასავლეთში, ჩვენთან პრობლემაა და ეკონომიური და გასაგებია, მაგრამ მაინც აი დასავლეთში ხო, რატო ხდება ეს? სულ ყველას ფსიქოლოგები ყავს, სულ ყველა ვიღაც ასე თქვათ მენტალურ ჯანმრთელობაზე ძალიან ფიქრობენ და ვიღაცა დამხმარე უნდა ყავდეთ. იმიტომ რომ სრულიად თავისუფალია და ყველა სურვილის ასრულების საშუალება აქვს. ისრულებს ამ სურვილებს და ამ სურვილების ასრულებით შენ წინ ვერ მიდიხარ. არ კმაყოფილდები, satisfied, რასაც ქვია. რაღაცა წრეში აღმოჩნდება, სამხმარებლო. პირიქით, იცი რა, ვნება, საერთოდ აი თქვა ქრისტიანულ ანთროპოლოგიას თუ მივხედავთ და გავიხსენებთ და ასკეტიკას, ვნება არის ეს ცეცხლი, რომელიც სულ ითხოვს რაღაცა უნდა დასანთებს, ხო? დღეს მანქანა გინდა, ხვალ რაღაცა ის გინდა, რამდენიც მეც ჩააგდებ, მით უფრო გიზგიზებს. სხვათაშორის ცეცხლი არა? ეს ჯენზის რასაც ვეძახით, ახალთაობას, დასავლეთში არის, ხა არ ვიცი, საქართველოში იგივენაირად მგონი არ არის, მაგრამ შეიმჩნევა ესეთი ტენდენცია, რომ გადადიან, უარს ამბობენ ამ სამოხმარებლო კულტურაზე, გადადიან რაღაც პატარა მიწას ყიდულობ პირველყოფილ მდგომარეობაში. პირველ ყოფილში არა და მინიმალური რაღაცეებით კმაყოფილდებიან და ბევრი საუბრობს, რომ აღარ იკლავენ თავს, როგორც მათი მშობლები სამსახურებში და ნაიხაც რომ იმის მიუხედავად ამ მშობლებმა ბევრი იმუშავეს, ბედნიერები არ არიან, ობიექტურად არ არიან. ბედნიერი. აღმოჩნდა რომ წინა თაობამ იმის მიუხედავად რომ ბევრი იმუშავა, არ არიან ობიექტურად ბედნიერი, არ მიცეს მათ ის რაღაცა ელემენტები, ბედნიერების ელემენტები. და შეიძლება ეს რაღაცა შანსი არის, რომ აი ამ დაბრუნებაზე და მინიმალიზმზე, ესე ვთქვათ, რაღაც ქრისტიანობა შემოვიდეს, დაბრუნდეს ყოველდღიურობაში. რა არის, ესე იგი, აი სწრაფვა ბედნიერებისკენ. ეს ადამიანში ჩადებულია, ხო? რომ უნდა მას რომ იყოს ბედნიერი, თუმცა რა არის ბედნიერება? ამის დეფინიცია არ ხდება. შეცვლილია ჰედონიზმით. შეცვლილია ჰედონიზმით. თუმცა ჩვენ თუ ქრისტიანობას გავიხსენებთ, ბედნიერების სინონიმი არის ნეტარება. ნეტარი. მათ ხო არ მოგითხრა 9 ნეტარება გითხრა, ხო? ნეტარიყვნენ გლახაკნის სულითა. ბედნიერნი ხართ, როცა გლახაკები ხართ სულით. ბედნიერი ხართ,
როცა გდევნიან. ბედნიერი ხარ, როცა განიწმინდა გულს. ბედნიერი ხარ, როცა მშვიდი ხარ. ბედნიერი ხარ, როცა მშვიდობის მყოფელი ხარ. ნუ წარმოიდგინეთ ახლა ეს ბედნიერებები რო ჩამოუთვალოთ თანამედროვე ადამიანს, როცა გირტყავენ ბედნიერი ხარ, არაადეკვატური იქნება მისი რეაქცია, ხო? ესეთ ბედნიერება არ უნდა. მას უნდა აი ჰედონისტური ბედნიერება, მას უნდა სიამოვნების მაქსიმალური მიღების საშუალება ქონდეს, მაქსიმალური. ხო, ეგ ხო რაღაც თაობრივია. ნახეთ, კი ეგ ერთი თაობა, ორი თაობა, სამი თაობა შეიძლება ჩართო, მაგრამ მათი შვილები როდესაც ხედავენ მშობლების მსგავს ცხოვრებას. მერე ხო რაღაც სხვა გზის მოთხოვნა ჩდება. როდესაც ხედავს რომ მამა სადღაც დადიოდა, რაღაცებს იკეთებდა ბოდიში ამ სიტყვისთვის და შვილიც იკეთებს. შეიძლება პირიქით, შვილს აღარ მოუნდეს. ძალიან იშვიათია რომ არ მოუნდეს. პრობლემაც მაგაში. მე ხა მაგ სამყაროს ვიცნობ კარგად და ძალიან იშვიათია რომ შვილს არ მოუნდეს. შვიდიც პრობლემური ხდება მე. და არანაკლები. ამიტომ აი ამის ალგორითმი არ ვიცით როდის ხდება, როდის არ ხდება. შეიძლება ჩაკეტოს და საერთოდ ეზიზღებოდეს ეგ სამყარო, რასაც ნარკოტიკები ქვია. და რაღაცაზე დამოკიდებულება. და დამოკიდებულება ქვია და პირიქით. მაგრამ ძირითადად მაინც მეთაობები ვიცი, ბაბუა, შვილი, სამივენი მიდიან წყობრად. ამ სამყაროში. თუმცა აი ჩვენი ძალისხმევა იმისკენ უნდა იყოს მიმართული, რომ აი ბედნიერების ეს ქრისტიანული საზრისი ვაპოვნიოთ, რომ იცი რა არის რაღაცა გულაგში შეიძლება იყოს ადამიანი ბედნიერი და მეორე ადამიანი მანჰეტენზე იყოს უბედური. ხო და იმიტომ რომ ბედნიერებას რა სარქმევ შენ რა ისკენ მიდიხარ. ხო და თუ ბედნიერებას შენ ქრისტეს დაარქმევ და მასთან ყოფნის სურვილს და მისგან მიღებული ესე იგი საქმიანობის გზაზე სიარულს მაშინ სხვანაირი წარმოდგენა გექნება. მაგალითად ადამიანები ქრისტიანები რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს იჭერდნენ ბედნიერები იყვნენ იმით რომ ესე იგი მაგალითად ერთი მოდელის ისტორიას გავიხსენებ თქვა რომ გულაგში გაუშვეს და იძახეს რომ ღმერთმა ნახე რამდენ ხალხთან გამომაგზავნა რომ ვიქადაგო ქრისტეზე რამდენ გაჭირვებულს და გაუბედურებულ ადამიანის გვერდში ვარო ეხლა მე და ქრისტეს გზაზე ბედნიერია ეხლა ადამიანური ხედვით ახალგაზრდას ლიბერალური ხედვით ბედნიერი როგორ უნდა იყოს რაღაც საკონცენტრაციო ბანაკში ხარ დარწმუნებული ვარ გრიგოლ ფერაძე ჩვენი წმინდანი ბედნიერი იყო მარია სკაპცოვა მონაზონი რომელიც ისევე როგორც გრიგოლ ფერაძე შევიდა ეს უფრო პრობლემა არ არის რომ როდესაც აი მაშინ გარკვეულწილად იცოდი რომ სიკვდილი გელოდებოდა სიკვდილთან ურთიერთობა იყო ეს ხო ეხლა თითქოს არავინ არაფერს არ გერჩის ესეც თითქოს დაცული ხარ თითქოს უზრუნველყოფილი ხარ თითქოს ბევრი რაღაცა გააქვს ობიექტურად და აი მაგ დროს როდესაც თითქოს ყველაფერი გააქვს აი მაშინ რაღაცა ალგორითმი ირევა იცით ქრისტიანული თავიდან ვილაპარაკე თქვენს თქვით რომ ქრისტიანული ერთ-ერთი სათნოება მინდა გავეხსენო რომელიც თავზარს ესე გაფრქვევს იმაზე თანამედროვე ადამიანზე ეს არის სიკვდილის ხსოვნა სათნოება სიკვდილის ხსოვნა წარმოიდგინე და დღეს ყველაფერი მუშაობს იმაზე რომ სიკვდილი დაგავიწყოს და ადამიანსაც ესეთი თვისება აქვს რომ სიკვდილის დავიწყებული ყავს იმიტომ რომ სიკვდილს არ აქვს არსება სიკვდილი არ არის შექმნილი ღმერთისგან და რაც არ არის შექმნილი იმას ვერ იგრძნობ და ვგრძნობთ იმას რაც გვაქვს და აქედან გამომდინარე ადამიანს ბუნებითად გრძნობს შენ რომ ვერ მოკვდები არა მე იმ გარდაცვალებას არ გულისხმობ რომ სხეული განეყოფა სულისგან
იმდენად ძლიერია სიცოცხლე, რომ გაყოფის შემთხვევაში გრძნობ, რომ ცოცხალი ხარ. და აი სიკვდილის დავიწყება მიცის აი ყველაფრის საზრისის დაკარგვა. როგორც კი სიკვდილი გაგახსენებს თავს, მაშინვე ყოფში დგება შენი ადგილი მიწაზე. მაშინვე გინდა რომ მოასრო გააკეთო, მაშინვე გინდა რომ რაღაც სიკეთე გააკეთო, რაღაც ისეთი ნაბიჯები გადადგა, რაც ღვთისთვის სათნო იქნება. როგორც კი ეს არ არის, იმიტომ ჩვენ გადავარდები ჰედონიზმში, გარბიხარ, თავდავიწყებაში, სიამოვნებების მიღებაში და ამაში თანამედროვე სამყარო ძალიან გეხმარება. რომ ჩაყვინთო და აღარ ამოყვინთო. სხვადასხვა აი უნდა ითქვას, ნუ პირად გამოცდილებას ვიტყვი. მქონდა რაღაცა პერიოდი, აი ეგ აშვების ესე ვთქვათ, ახალგაზრდობის. აი ნახევარ წელში სერიოზული დეპრესია დამართა. კლუბებმაც, ამაც მე ჩავიმიყალებ და ეგეთი განცდა, რომ არაა მნიშვნელოვანი ბედნიერება. თუნდაც იტანჯებ თავრეს სწორი რაღაცები აკეთო. მე რა რო ესე ის ეიფორიები არა გაქვს. არაა მნიშვნელოვანი ეიფორია. და გამიშდა ესეთი ის რომ ნუ მამაკაცს ეგ სულ ეგრე ვამშვიდებთ ხემდე. უნდა შეეძლოს ტანჯვის ატანა. მამაკაცს უნდა შეეძლოს ტკივილის ატანა. ტკივილთან მუდმივი ურთიერთობა, ტკივილთან. ანუ რა ვიცი, ცოტა მაზოხისტურს კი გაოს ეს მომენტი, მაგრამ გონი რაღაც მომენტში ეს მომენტი რომ შენ შეგილია, გაქვს უნარი, რომ ტკივილი აიტანო, არა მაინც და მაინც ფიზიკურ ტკივილზე საუბარი ახლა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი მგონია. ნუ ყოშე ჩემ ცხოვრებაში ესე იყო და არ ვიცი ხე რამდენად ქრისტიანულია, ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ მაგრამ განსაცდელი აყალიბებს ადამიანს, ესე განსაცდელთან დადგომა და განსაცდელის გადალახვა შენ გამდიდრებს, გამყოფებს, ადამიანად ხდის. ხო რაღაც გარკვეულწილად ტრენაჟორებივით არის. რომ ოღონდ შენ თვითონ კი არ უნდა მოიწვიო ეს ძალით, არამედ გექნება განსაცდელი სულ. ისედაც მოდის განსაცდელი, ხო? ნუ განსაცდელი ცნობასთანაცაა დაკავშირებული და იმ განცდასთან, სადაც შენ მარტო რჩები რაღაც უბედურებასთან. და ამიტომ ეს განსაცდელი კარგი არ გარკვეულწილად ადამიანისთვის. იგივე ტკივილიც ხო გარკვეულწილად ნიშანია, რომ ორგანიზმი ცოცხალია. იქ სადაც ტკივილი არ არის, ის ორგანიზმი მკვდარია. ასე რომ მოკლედ ადამიანმა უნდა ეცადოს, რომ იპოვოს თავისი თავი, თავისი ჯვარი და ეს ეკვეთოს ამ ცხოვრებას და დაბადოს ახალი ქრისტიანი თავის თავში. ურვესი მადლობა და აი ბოლოს ის ერთი კომენტარი მინდა რომ გააკეთოთ. წარმოიდგინეთ ადამიანი მომავლიდან, რომელიც წაიშალა ისტორია უცბად და აი გეკითხებათ პატრიარქს. არ იცის ვინ იყო ილია მეორე, უბრალოდ გეკითხებათ. ესეთი ადამიანი, ეხლა ჩვენ რუსაუბრობდით, მაინც ხვდებოდი, იმიტომ რომ ვიცოდით ვინ იყო და რა გააკეთა. რასაც უთქვით, აი ძალიან მოკლედ. ხო, ვიცი, მოსიყვარულე მამა, აი თბილი მამა, რომელიც მუდამ იღიმის, აქვს კაი იუმორი, ძალიან თბილია და რაღაც მოწყალია. თბილი ხელი აქვს, რომ დაგადებდა ლოყაზე, მოგითათუნებდა ხოლმე. ერთხელ მე რო დამაჯილდოვა რაღაცა ჩემთან ერთად ჩემ ტაძარში იყო მღვდელი. ხო და არის ეხლაც ის და რომ აჯილდოვებდა მე ვთხოვდი ხოლმე რომ დაეჯილდოვებია ისიც და დამაჯილდოვა რაღაცით და ჩოქილი ვიყავი და ველაპარაკებოდი თუ შეიძლება რომ დავაჯილდოვოთ ისიც მეთქი. ხო და ესე გამარტყა ხელი. ამას უყურე. ხო რაღაცა ისეთ პირა და ისე საყვარლად რომ ხო და რასაკვირველია დააჯილდოვა იქვე. ისიც ხო და ეს რაღაცა სხვა სიმდიდრეა და ღვთაებრივი სიმდიდრეა და თუ კაცი ამას ცოცხლად ვერ ნახავს,
მაშინ მარადიულობის აღქმა ვერ ექნება. კარგულია. კარგად ვერ ექნება. ამიტომაა საჭირო წმინდანები, ამიტომ გვჭირდება ეს გამორჩეული ხალხი. უღრმესი მადლობა. მადლობა თქვენ. იმედია საინტერესო გადაცემა გამოვიდა. ერთს გთხოვთ ყველას, რომ გააზიაროთ და დააკომენტაროთ, ეს დაგვეხმარება ჩვენ, რომ გავრცელდეს ვიდეო და ბევრმა ნახოს. მადლობა ყურადღებისთვის, მოვა შეხვედრამდე.